მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. პირველ რიგში უდიდესი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, თქვენი ლაიქებისთვის და რომ წერთ, რომ რეზონირდა, რომ გამოდიხართ კონტაქტზე. Რაც თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხმარება ჩემ არხს განვითარებისთვის და ასევე ეძლევა საშუალებას სხვამაც, რომ ნახოს აი ესეთ აქტუალურ თემებზე, როგორც არის პირატი, როგორი კონტენტიც მიმყავს და ვიდეოც მიმყავს მე. და ეხლა უბრალოდ აი ხო არის რომ რაღაცა სურვილი გინდა რა, ანუ რაღაცა გაქვს, სურვილი გაქვს ადამიანს და თქვათ ფიქრობ ამაზე, ხო, როგორ შეგისრულდეს, როგორ აასრულო. საერთოდ ნახეთ პაულო კოელიოს აქ ნათქვამი, რომ როცა რამე ძალიან გვინდა და გვაქვს რაღაც სურვილი, მაშინ მთელი სამყარო გვეხმარება, ხო? რაღაცნაირად სამყაროს დახმარებას ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენ, უბრალოდ ისეთი დაკვირვებულები არ ვართ, იქ ვიღაცა ადამიანი, იქ უცებ რაღაც ამბავი ან მოკლედ აღარ დავიწყებ ხა ასე დეტალურად ახსნას, იცით ხო, ეს მინიშნებები სამყაროდან როგორც ხდება, ესე შემთხვევით, ესე დამთხვევით, ესე მოულოდნელად, რაც არ არსებულია, იმიტომ რომ შემთხვევითობა სამყაროში არ არსებობს. მოკლედ, აი, ეხა უბრალოდ ესეთი კითხვა მექნება, თქვენ კონცენტრირდით ამ თქვენ სურვილზე, რაც ძალიან გინდათ, აი გულით რაც გინდათ, ხო? და ნუ შევეკითხები, რა დაგეხმარებათ ამ სურვილის შესრულებაში, განხორციელებაში, ასრულებაში, რომ შეიძლება მალე მოხდეს ეს ესეთი თქვენთვის სასიამოვნო და გასახარი ამბავი, უბრალოდ აი რო იტყვიან რაღაც ზაცებკა, ხო, აი რაღაცა რო გაჭვი, ხო, აი რა დაგვეხმარება ჩვენი სურვილის შესრულებაში. ის რომ შეგვისრულდება, ნახეთ, სამყაროში დრო არ არსებობს. მომავალში რატო არ შეიძლება თქმა, ხო? აი მე მინდა რაღაც, ხო? იმიტომ რომ მომავალი იმდენად გრძელვადიანია, შეიძლება ხვალ მოხდეს, შეიძლება 1 წლის მერე და შეიძლება 30 წლის მერე. და ხა 30 წელი ხო არ დაელოდები, ხო? ამიტომ ყველაფერს იძახი აწმყო დროში. აი ნუ ფორმულირებას ვამბობ, ხო? ხო და აი ის რომ შეგისრულდებათ, აუცილებლად შეგისრულდებათ და რა დაგეხმარებათ თქვენი სანუკვარი სურვილის შესრულებაში. ვარიანტი იქნება 2. 3-ს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ გრძელი გამომდის მერე. და რო ჩავეტიო, თუნდაც 2 სურვილი ჩაიფიქრეთ, რა ვიცი. აი რა დაგვეხმარება თქვენი სურვილის შესრულებაში. მერე კიდე გავშლი, თუ იქნება საჭირო, თუ ამას მოითხოვს, რა თქმა უნდა, კარტი. რა დაგეხმარებათ თქვენი სურვილის შესრულებაში, ვარიანტი 2. ეხლა უბრალოდ ნახეთ 2 ვარიანტი მაქვს, პირველი და მეორე. რომ უფრო ადვილად არჩიოთ, აი ესეთი ქვა იქნება ამეთვისტო, იასამნისფერი პირველი და ვთქვათ ვარდისფერი კვარცი იქნება მეორე. აი ესე დავდებ. კონცენტრირდით ახლა ამ თქვენ სურვილზე, კრისტალებიც დაგეხმარებიან. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ამეთვისტოს ქვით, ხო? კოსმიური ფერი, იასამნის ფერი, გამწვენდი.
თვითონ კოსმოსი გვეხმარება. აი, აბა რა დაგეხმარებათ თქვენი სურვილი შესრულებაში? პირველი ვარიანტი. პირველო ვარიანტო, მინდა გაგახარო თვითონ სამყარო გეხმარება. არ ვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ სამყაროსთან ხარ დაკავშირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაუკვირდე დეტალებს, აი, რო იტყვიან დეტალისტი გახდე რაღაცებში, ხო? მე მაგალითად უფრო ფართო მასშტაბით უყურებ ხოლმე ყველაფერს და გლობალურად, მაგრამ აქ ნახე დეტალებია საჭირო. აი, არ ვიცი ხა როგორ აგიხსნა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა დაუკვირდე, იმიტომ რომ სამყარო თვითონ დაგეხმარება. ეს იქნება ერთ პერიოდში, ანუ მალე, სავარაუდოდ, მაგრამ აქ არის შენი სიმტკიცე, გასათვალისწინებელი ის, რომ შენ უნდა გამოიჩინო ამ სურვილისთვის შენი პრინციპულობა და სიმტკიცე, სიხისტე, აქტიურობა, რა თქმა უნდა და ანუ აი მე მინდა და მე ვიცი, რომ შემისრულდება. აი, შენ უნდა იყო დარწმუნებული, შეგიძლია შენი თავი დააპროგრამო და უფრო მეტად აი გაძლიერდები, ხო? ეს აფირმაციებით მაგალითად. აქ ნაჩვენებია, რომ სურვილი შეგისრულდება, მაგრამ ეს არის დამოკიდებული რაღაც წერილთან, საბუთთან, ანუ ადამიანთან, ან არადა, რაც შენ გინდა, არ ვიცი ხრა, ეს დაწინაურებაა შენი კარიერის თუ იგივე სახლის ყიდვა და ნუ საბუთებთან ყველა ვარიანტში გექნება რაღაც ასე ვთქვათ, კავშირი, მაგრამ აქ ნახე რა ხდება, მე ცოტა ეზოთერულად მესმის და ამიტომ ჩემ აზრს გეტყვი, როგორც მე მესმის, ხო? აქ არის საუბარი, რომ შენ დაწერო შენი სურვილი, მოდის ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეები, შორის ეხლა 29-30, აქ შეეტრიწა ინდუისტურ ვიცით ვედურ რელიგიაში ითვლება, ანუ წლის დასაწყისი, ესე თვლიან ამ დღეს რა. და ყველა სურვილები სრულდება. ნუ მოკლედ ძალიან პოზიტიური დღეა, ენერგეტიკულად ძლიერი და ეს ერთადერთი დღეა, როცა შეგიძლია ინატრო, ისურო, ქველმოქმედება აკეთო, იყიდო, შეიძინო ოქრო, სამკაული რა, სიმდიდრისთვის. ნუ მანტრები და აფირმაციები და ისინი ხო, რა თქმა უნდა, ამ დღეს ბევრად ძლიერია. აი ნახე 29-30 აპრილი. დაახლოებით ეს 29 ღამე, 30 აპრილი მთელი დღის განმავლობაში შენ შეგიძლია იფიქრო ამ შენ სურვილზე, რომ თითქოს შესრულებულია, ვიზუალიზაციაც გააკეთო, ან თუ საღამოს სანთელი დაწერო ესე დავთარზე, როგორც ახლა ამას უჭირავს, არ ვიცი ხედავ თუ არა, და აი სამყაროს კანცელარიაში გადასცე. დაწერო შეგიძლია ჩვეულებრივი კალმით და ზემოდან A4 უნდა იყოს უჯრედების გარეშე თეთრი ფურცელი და ზემოდან წითლად მთელ ფურცელზე დააწერო შესრულებულია შენი ხელმოწერით, რა თქმა უნდა თარიღი დაბეჭდო და დაახლოებით მიაწერო რამდენი ხნის განმავლობაში, ვთქვათ 1 წლის განმავლობაში, ხო? რომ ესე იგი ეს სურვილი ნამდვილად შესრულებული 1 წლის განმავლობაში და სადმე ისეთ ადგილას შეინახო რა. რო იტყვიან. და მე ნახე, აბა 1 წლის განმავლობაში ოღონდ ეს მთელი გულით უნდა გააკეთო, იმედით, რწმენით, რა თქმა უნდა, აქ გრძნობა უნდა ჩართო და რამდენად დაგეხმარებიან. ეხა პირველი ვარიანტისთვის აქ ყველანაირად ჩანს რომ შეგისრულდება. თვითონ სამყარო გიდგას გვერდით და მაინც აბა რჩევას ვკითხავ. რას დაამატებდით პირველი ვარიანტისთვის? რას ურჩევდით მას? სამართლიანობა ამოდის. შეგისრულდება სამართლიანად.
ან კიდევ ერთხელ ვიძახი, ისევ რაღაც საბუთებთან არის დაკავშირებული. შეიძლება კარიერული წინსვლა, ბიზნესი, არ ვიცი, მაგრამ აქ ჩანს ასევე რომ ჩართო შენი ინტუიცია, ან დაგეხმარება გამოჩნდება შენ გზაზე ადამიანი, ვინც რაღაცნაირად რეალიზაციას მოგცემს და მფარველობაც გაქვს ასევე შენი მფარველებიდან. ანუ ფაქტიურად შემიძლია გითხრა, რომ შეგისრულდება. თუ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებ, რაც მე გირჩიე. ეხლა გადავედით მეორე ვარიანტზე. ვარდისფერი კვარცი, ვინც აირჩია, რამდენ ხანში შეგისრულდებათ სურვილი, დაახლოებით და რა დაგეხმარებათ, რომ შეგისრულდეთ ეს სურვილი. მეორე ვარიანტი აქ ამოდის ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით რაღაცას ეძებ, ძიებაში ხარ, არ იცი რა. იქით აქეთ იყურები კი გაქვს ხისტი ხასიათი, ცივი გონებით, უყურებ ყველაფერს, მზად ხარ ომისთვის, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით არ ვამბობ, უბრალოდ ეს მებრძოლი ხასიათი გაქვს, მაგრამ შენ თვითონ შინაგანად ხარ, როგორ გითხრა რა, გზას გაყურებ, რაღაც გონია რომ აქ ვერაფერს ვერ მიაღწევ, თითქოს უნდა წახვიდე სხვაგან, ან შეიძლება უკვე წასულიც ხარ, გზაზე ხარ, იმიტომ რომ ამოდის მხედარი და მიზანმიმართული ხარ, იცი რომ შეგისრულდება, იმიტომ რომ შენ თვითონ ცივად ხარ განწყობილი, ანუ გონებით წყვიტა, ნახე ინტუიცია და გული და გრძნობა არ გაქვს ამ შემთხვევაში, უფრო გონებით, მაგრამ განულებულ ხარ რაღაც სიტუაციაში. ყველაფერი თითქოს დაგიკარგავს, ეხა ყველაფერს ეს უბრალოდ ესეთი ფართო ნათქვამია, მაგრამ შენ თვითონ მიხვდები, ვინც ხარ და მიყურებ რაღაც მომენტში გაგცროებია გული და თითქოს ყველაფერი აღარ გინდა რა. ფაქტიურად დაკარგვას ნიშნავს და წასულ ხარ, დადგომი ხარ გზას. ჩანს აგერ. ეხლა მე აქ ძალიან ღრმა ანალიზს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა. ვარიანტები ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცამ გაგიცივა გული, რაღაცამ გაგიცრუა გული, დაადექი გზას, შენ თვითონ აირჩიე წასვლა, თითქოს წახვედი იქ, სადაც არ ვიცი, სადმე მივდივარ რა, მოკლედ, სად არ იცოდი იმ მომენტში და ამან გაგიცივა გული და გახდი ესეთი ცივი გონების და საბრძოლოდ გამზადებული, მაგრამ მხედარივით მზად ხარ, იბრძოლო, შენი პოზიციები დაიცვა და ეხლაც გზა გიჩანს, არ ვიცი. შეიძლება ეხლაც გზაზე ხარ. რა დაგეხმარება, ხო? მან მომიყვა ისტორია. მე ხო კარგს ვეკითხები და ეხლა ვნახოთ, აბა რა დაგეხმარება? მეორე ვარიანტო, შენი სურვილის შესრულებაში. თუ რეზონირდა, მომწერე. გამიხარდება. რა დაგეხმარება? მტრებზე გამარჯვება პირველი, ანუ აშკარად ვიღაცამ ძალიან გადკინა გული. მაგრამ შენ ფაქტიურად გამარჯვებული ხარ, ნახე? შენ თვითონ, ესეც ამოვიდა სიგნიფიკატორი მებრძოლი, მზად ბრძოლისთვის. დაგეხმარება ის, რომ სტაბილურობა გექნება, სამსახური რაღაცა საქმე, არ ვიცი, შენი შემოსავალი გაგიჩნდება ყველა ვარიანტში. და გახდები, აქ ჩანს ან ადამიანი, სხვა, ფულიანი, სხვა ქვეყნიდან, შენი ქვეყნის არა, სხვა ქვეყანაში გაიცნობ, ან იქ შეხვდები, გზაზე იქნება ეს, ან შეიძლება იცნობ ამ ადამიანს, მაგრამ ჯერ არ გაქვს, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ადამიანი დაგეხმარება, აქ ჩანს, რომ ფინანსურად კეთილმოწყობილი, გეხმარება ეს ადამიანი, რომ შენ სტაბილური ცხოვრება და შემოსავალი და ასე შემდეგ გქონდეს. აქ ჩანს ვიღაც სხვა, ფულიანი, ბიზნეს, რა ვიცი, მენი. და რას ურჩევდით მეორე ვარიანტს?
რას ურჩევდით მეორე ვარიანტს? თუ წახვედი რა რაღაცა მომენტიდან დატოვე რაღაცა და დაიწყე თავიდან. გირჩევენ მუშაობას. შეიძლება მუშაობ კიდევაც, მაგრამ კი ბატონო. ანუ აქ როგორი სიტუაცია ამოდის? ფული ამოდის, არ ვიცი, რაღაც ფინანსურ საკითხზეა ეთყობა უფრო მეტად, ვინც ჩაიფიქრა ეხლა და ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ალბათ უფრო რაღაც ფინანსური თემაა, მატერიალური თემა, იმიტომ რომ აქ ამოდის რაღაც გადაწყვეტილება, რაღაც ბიზნესი, რაღაც საქმე, რაღაც დაწყება და ჭირდება პარტნიორი და აი საუბარი მიდის. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ეს საქმე, რაც გაქვს ჩაფიქრებული, ხო, მოგიტანს შემოსავალს. იმიტომ რომ სტაბილურობა თავიდანვე ჩანს, რა თქმა უნდა, ჩართულობა ამ ვიღაცა კაცის გამოჩნდება, მეთქი გითხარი, ინვესტორი, ასე ვთქვათ, ესე დაუძახოთ ბრჭყალებში და დაიმკვიდრებ, ასე ვთქვათ, აი სახლი გექნება, შენი ფუძე გექნება და ყარად დადგები. აი ეს გიჩანს მეორე ვარიანტს, ანუ პირველს თუ სამყარო ეხმარებოდა, ანუ სამყარო რო გეხმარება, ნახე, აქ ვერ გათვლი, აი კაცია, ქალია, იმიტომ რომ სამყარო რო გეხმარება, ყველაფერი ჩართულია, უცებ შეიძლება ვიღაცას რო არ ელოდები, ვთქვათ, 100 წელი რო არ გინახია, ანუ სამყაროს დახმარება ეს არის, უცებ, აი ესე შემთხვევით, მოულოდნელად ესეთი რაღაცა მოხდეს. აქ ამ შემთხვევაში პრინციპულად გახარ მეორე ვარიანტო და ამოდის ის რომ შეიძლება შენ როგორც აი როგორ გითხრა წახვედი ისე რომ არ იცოდი სად მიდიოდი, რას იზავდი, რას გააკეთებდი, ამ გზას დაადექი, მაგრამ შენ თვითონ დადექი ფეხზე გზაზე რა თქმა უნდა და იქ აღმოჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ აი პირდაპირ ამოდის ხო ადამიანი და კიდე რაღაც საქმეები, რაღაც სიტუაციები, რაც ესე იგი გამდიდრების ვარიანტი ამოდის რა. ანუ შენ უკვე იცი აქ რა გინდა, მეორე ვარიანტო. პირველთან აი ესე არის, მოულოდნელი. მოულოდნელად ასრულება. ამიტომ პირველმა უნდა სამყაროსთან დაამყაროს ურთიერთობა, თუ პირველი ვარიანტიც მისმენ კაია, მეორე ვარიანტმა უკვე იცი შემოყალიბებული გაქვს შენი გეგმა და მიყევი. მაგრამ პარტნიორი რა თქმა უნდა გამოჩნდება და გჭირდება ამ შენ საქმეში და წარმატებას მიაღწევ. კი ბატონო, აქ ხა პირადი არ ამოდის, არ ვიცი. რაც ამოდის, გეუბნებით ინფორმაცია რაც მოდის, თუ რეზონირდა, თუ რა თქმა უნდა რაღაცნაირად ესეთ სიტუაციაში ხართ და თქვენთვის ცნობილი რაღაც დეტალები იყო, მომწერეთ, გამიხარდება და ამილაიქეთ და ღმერთმა გაგამდიდროთ, ღმერთმა თქვენი კეთილი სურვილები და ეს ინვესტიციები, ბიზნესი, კარიერა, სამსახური, ყველაფერი შეგისრულოთ და ფეხზე დამდგარიყავით და რაც უფრო მეტი ხელგამართული ადამიანი იქნება ჩვენ ქვეყანაში, უფრო კარგი იქნება, ხო? ერთმანეთსაც დავეხმარებით, მხარშიც ამოუდგებით, საქართველო ყოველთვის ასე გადარჩენილა, ყველაზე გაჭირვებულ პერიოდშიც კი ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებოდით, ხო? ჩვენშია ეს, ჩვენი ბუნებაა, ჩვენი გენეტიკაა, ეს ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია და აი ესე ერთმანეთს დავეხმაროთ და გავიტანოთ თავი და ღმერთი არ გაგვწირავს, საქართველო გადარჩება და ჩვენ კიდევ დიდხანს ვიქნებით. თქვენ არ ინერვიულოთ, ხდება ყველაფერი, ეხა მით უმეტეს ისეთი დროა მსოფლიოში, არეულია ყველაფერი, კატაკლიზმები, აგერ ბუნებაც გვაჩვენებს, ხო? როგორი შეცვლილია, იმიტომ რომ კლიმატიც შეცვლილია, ყველაფერი შეცვლილია, მაგრამ საქართველო გადარჩება, საქართველოს აქვს სულიერი მისია, საქართველოს ყავს თავის მფარველები და ზეციური საქართველოც აქ არის. ყველაფერი გამოაშკარავდება, ყველაფერი დაფარულს, ცუდს ვამბობ, ცუდს აიხდება ფარზე, იმიტომ რომ ესე არის, სამყაროს კანონია, გესმით? ვინც არ ღვევს სამყაროს კანონებს, ის ისჯება.
და ყოველთვის სამყარო ამოატივტივებს იმ ფლიდ, მატყუარა, გამყიდველ, გაიძვერა ადამიანებს სამწუხაროდ. ფაქტია, მაგრამ ჩვენ კიდე ბევრს ვნახავთ ესეთებს, არ გაგვიკვირდეს, რა ვქნათ, ყოველთვის ყოლია მოღალატეები, ხო? შიდა მოღალატეებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თორემ მტრები ჩვენს ირგვლივ, რა ვიცი, იმდენია რა მოთulis. ყველას ჩვენზე უჭირავს თვალი, მაგრამ მოვედით დღემდე, მოვედით იმიტომ, რომ ეს არის ღვთისწყალობა, კიდევ ერთხელ ვიძახი. ჩვენმა წმინდანებმა, ჩვენმა მფარველებმა და ჩვენმა სულიერებამ, ჩვენმა ეკლესიურობამ, თუნდაც რწმენამ, რელიგიამ, აი ამ ჩვენმა ქართულმა ტრადიციებმა მოგვიყვანა, იმიტომ რომ ამორალურს, ნახე, ამორალურს სამყარო არ მიიღებს. უსქესო რომ შენ იძახი რომ არ არსებობს ხო ესეთი რამე სამყაროსთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს უსქესო, არის მდედრობითი, არის მამრობითი, არის ქალი, არის კაცი და ესე შექმნა ღმერთმა და შემოქმედმა თავიდანვე ეს კოდი ჩადო. ხო? რო ვართ ახლა ყველა ცოცხალ არსებაში და შენ ეწინააღმდეგები ესე იგი ღმერთს, შენ ესე იგი უარყოფ, რა თქმა უნდა დაისჯები. რა თქმა უნდა და ვერც გაიმარჯვებ. ესეთი მენტალიტეტის ადამიანი, რომელიც ცდილობს თან სიძულვილის ენით ანთხებს სიბოროტეს, უარყოფიც, ბოროტი ვერ გაიხარებს. კი, რაღაც პერიოდი შეიძლება იბოგინოს, მაგრამ მოდის პერიოდი, როცა ჩამოდიან ზეციური, ნათელი, კეთილი მფარველები და ჩამოსულებიც არიან, წმინდანებიც და ცოცხლად დადიან და ყოველთვის დაეხმარებიან და შეეწევიან საქართველოს. ადამიანები ამას ვერ ხედავენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან ბევრი პორტალია საქართველოში. ძალიან დიდი სიწმინდე ტრიალებს, დიდი ისეთი ადგილებია ბევრი. რასაც ეძახიან ძალის ადგილებს, ხო, სულიერებით ვამბობ. ამიტომ ვართ აქამდე მოსულები და კიდე გავაგრძელებთ ჩვენ ყოფას. ღმერთს უნდა ასე. რჩეულიერი ვართ და გავიმარჯვებთ. აბა თქვენ იცით.